ილია ტოპურია და პედი პიმბლეტი ორი ფიგურა, რომლებმაც სრულიად სხვადასხვა გზით მოიპოვეს პოპულარობა, ახლა როგორც ჩანს ერთმანეთის გზას კვეთენ. ბოლო კვირების განმავლობაში UFC-ს მედია სივრცე სავსეა ჭორებით, რომ მათი ბრძოლა შესაძლოა მსუბუქი წონის 155 ფუნტი, ანუ დაახლოებით 70 კილოგრამი, ქამარზე გაიმართოს. ოფიციალურად ჯერ არაფერი დადასტურებულა, მაგრამ ყველაფერი მიანიშნებს, რომ სწორედ ეს შეიძლება იყოს შემდეგი დიდი დაპირისპირება. მოდით გულწრფელად ვთქვათ, თუ მხოლოდ სპორტული პრინციპით ვიმსჯელებთ, ალბათ უფრო ლოგიკური იქნებოდა სხვა კანდიდატი, მაგრამ ამ ეტაპზე UFC აშკარად უფრო მედია ეფექტს მისდევს. ტოპურია უკვე გახდა გლობალური ვარსკვლავი, არა მხოლოდ იმიტომ, რომ დაუმარცხებელია და წარმოუდგენელი ძალა აქვს, არამედ იმიტომაც, რომ მთელი ესპანურენოვანი სამხარო მასში საკუთარ გმირს ხედავს. პედი კი ინგლისის საყვარელი ბიჭია, რომელიც თავისი ლივერპულური აქცენტითა და სკანდალური ქცევებით მუდამ ყურადღების ცენტრშია. ამას თუ მარკეტინგის თვალით შეხედავთ, იდეალური ქამრის ბრძოლაა. ერთი მხარე მშვიდი, ქედმაღალი ტექნიკური ტოპურია, მეორე ხმაურიანი ხალხის ფავორიტი პიმბლეტი. განსხვავებული კულტურები, განსხვავებული აუდიტორია, განსხვავებული ენერგია. ტოპურიას მხარს უჭერს ესპანურენოვანი მსოფლიო და რა თქმა უნდა საქართველოც. პიმბლეტს კი უდგას ბრიტანული საზოგადოება და ზოგადად დასავლური მედია. საინტერესოა ისიც, რომ ამ ორ შორის ნამდვილი სიძულვილი არსებობს. ეს rivalry არ არის დადგმული. მათ შორის უკვე წარსულში არაერთხელ ყოფილა დაპირისპირება ჯერ კიდევ სოციალურ ქსელებში. პედი თავისი ტიპური პროვოკაციული ფრაზებით ცდილობდა ტოპურიის ნერვებზე თამაშს, რაც მისგან იშვიათად გვინახავს. ტოპურია კი მუდამ რეაგირებდა ემოციურად, რაც მისგან იშვიათად გვინახავს. პიმბლეტი ფლობს უნიკალურ უნარს, შეუძლია მარტივი ფრაზით ამოაგდოს მოწინააღმდეგე წონასწვალობიდან. მას ეს არაერთხელ გამოუვიდა და ეს ძალიან კარგად იცის. ტოპურია მიუხედავად იმისა, რომ ინგლისურად მშვენივრად საუბრობს, მაინც არ არის მისი მშობლიური ენა. ამიტომაც პიმბლეტის სწრაფი კეპიანი ინგლისური მეტყველება კიდევ უფრო რთულად აღსაქმელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის შეგნებულად ცდილობს ტოპურიის გაღიზიანებას. ტოპურია თავის ინტერვიურებში ხშირად საუბრობს სიმშვიდეზე, სტოიქსიზმზე, იმაზე, რომ გონებამ უნდა აკონტროლოს ემოციები. ის თითქოს თანამედროვე მარკო ავრელიუსია, მაგრამ როდესაც საქმე პედის ეხება, ეს ფილოსოფია თითქოს ქრება. თითქოს პიმბლეტი აკლიკებს იმ ღილაკს, რომელიც მასში აგრესიას აღვიძებებს. სწორედ ამიტომ ამ ბრძოლას სპორტული კუთხით თუ არა, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით უდიდესი ინტრიგა ექნება. პედი არის ტიპი, რომელსაც არ ექნება პრობლემა, რომ პრესკონფერენციაზე ბინზური თემები წამოჭრას. იქნება ეს საქართველოს ომი, პირადი ამბები თუ სხვა რამ. მას უკვე აჩვენა, რომ არ ერიდება სენსიტიურ თემებს, როცა სურს მოწინააღმდეგის რეაქცია გამოიწვიოს. ტოპურიის შემთხვევაში კი ეს საშიშია. მისი ემოციები შესაძლოა მოასწროს ბრძოლამდე და გავლენა მოახდინოს ტაქტიკაზე. თუმცა მეორე მხარე უნდა ვაღიაროთ, ილია პროფესიონალია. ის გონიერად უდგება საქმეს და ალბათ იცის, რომ პედის თამაში სწორედ ამაზეა აგებული. მოწინააღმდეგე უნდა გახდეს ემოციური, დაკარგოს გეგმა და იმპულსურად იმოქმედოს. მიუხედავად ამისა, ერთი რამ ცხადია, პრესკონფერენციები იქნება საგიჟეთი. პედი იხმოვს თავის კომიკურ სტილს, ილია კი შეეცდება დარჩეს სერიოზული და დისციპლინირებული, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ვიღაც მაინც აფეთქდება. თუ სპორტულ მხარეს გადავხედავთ, ყველაფერი თითქოს წინასწარ განსაზღვრულია. ილია ტოპურია ეს არის სტრაიკინგის მანქანა. მისი ტექნიკა, სიზუსტე და სიჩქარე ისე დონეზეა, რომ ბევრს უკვე მიაჩნია, თითქოს ის ყველაზე გამორჩეული მებრძოლია დარტყმებში მთელ UFC-ში. კი შეიძლება ვინმეს მაქს ჰოლოვეი გაახსენდეს, ან ალექს ვოლკანოვსკი გაახსენდეს, მაგრამ სიმტკიცისა და ფიზიკური ძალის კომბინაციით ილია უკვე ცალკე ლიგაშია. პედი პიმბლეტი კი სრულიად სხვა სტილის მებრძოლია. ის უფრო გრაპლინგზეა ორიენტირებული, უყვარს ტაკდაუნები, მუშაობა იატაკზე, კონტროლი და ხრეტა შეყოლება. თუმცა ტოპურიასთან ამ გზით წარმატების მიღწევა ადვილი არ იქნება. ილია ამ სფეროშიც ბრწყინავს, გრაპლინგის ელიტაში ყოფნა მასთან არ ნიშნავს მხოლოდ დაცვას იატაკზე. ტოპურია არის იმ მებრძოლთა იშვიათი ნაზავი, ვინც შეუძლია მოგება ნებისმიერ პოზიციიდან, დარტყმით, ჩოკით, ან სულაც ground and pound-ით. ტოპურიას ყველაზე საშიში იარაღი მისი დარტყმების სიზუსტეა. ის არ ურტყამს ბევრი, მაგრამ თითოეული დარტყმა მიზანში ხვდება. ერთი სუფთა დარტყმა და მოწინააღმდეგე უკვე სხვაგანაა. პედი პიმბლეტი კი თავის კარიერაში არაერთხელ დაუშვია უხეში შეცდომა, ჩამოწეული ხელები, გახსნილი ყბა, ზედმეტი თავდაჯერებულობა. სწორედ ეს შეიძლება გახდეს ის ბზარი, რომლითაც ტოპურია შევა მის დაცვაში. ბევრს გონია, რომ პიმბლეტს კარგი ყბა აქვს. მართალია, მას არასოდეს დაუკლია გამძლეობა. არც ჯასტინ გეიჯის მსგავსად გაუნძრევია თავი წინ, არც ჩარლს ოლივეირას სუსტ წერტილებზე დაუფიქრია.
მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ის არასოდეს შეხვედრია ისეთ პანჩერს, როგორიც ილია ტოპურიაა. ეს განსხვავებული კატეგორიაა. ტოპურიას ძლიერი მხარე არა მხოლოდ ფიზიკურ ძალაშია, არამედ მანერაში. როგორ დგას ბრძოლის დროს, ის მცირეა, მაგრამ საოცრად დაბალ ბალანსზე მოძრაობს და როდესაც იწყებს დარტყმების სერიას, ყველაფერი თითქოს გეომეტრიულადაა გათვლილი. ამ დროს მას უყურებ და გესმის რატომ უწოდებენ მას დახვეწილ მხედს. პიმბლეტი კი პირიქით, ხშირად ზედმეტად თავისუფლად იქცევა. მისთვის ბრძოლა არა მხოლოდ სპორტია, არამედ შოუ, მაყურებლისთვის თამაში. მაგრამ ტოპურია არ თამაშობს. ტოპურია მოდის სამუშაოდ, მუსაგებად, დასამსხვრევად და შემდეგ მშვიდად სახში დასაბრუნებლად. თუ პედი ვერ გაუძლებს პირველ 2 რაუნდს და ილია მას ფიზიკურად დაჯდება თავზე, ეს ბრძოლა შეიძლება სწრაფად დასრულდეს. მაგრამ თუ somehow პედი მოახერხებს გაუძლეს დარტყმებს და ბრძოლა გადავა ღრმა წყალში, მესამე ან მეოთხე რაუნდში მაშინ ინტრიგა გაიზრდება. იქ უკვე გრაპლინგი შეიძლება მნიშვნელოვან ფაქტორად იქცეს. პედი დიდი და ძლიერი მსუბუქწონოვაა. რეალურად 155-ზე ხშირად ჩამოდის მკვეთრი წრით და შემდეგ ბრუნდება 78-78 კილოგრამამდე. ილია უფრო ბუნებრივი ფედერვეიტია, ამიტომ ამ წონაში მზომით უფრო პატარა იქნება. ეს შეიძლება პედის აძლევდეს მცირე ფიზიკურ უპირატესობას იატაკზე, მაგრამ არა ტექნიკურად. თუ ბრძოლა იქცევა გადაწოვების ომად, ტოპურია მაინც არ დაიკარგება. მას კარგი ბალანსი აქვს, ძლიერი ტანი და დაბალი სიმძიმის ცენტრი, რაც რთულს ხდის მას გადაგდებას თუ კონტროლს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ფსიქოლოგიური წნეხი. პედი thrives under attention. ის უკეთ იბრძვის, როცა ხალხი ყვირის, როცა კამერები ჩართულია, როცა ემოციებია. ტოპურია კი პირიქით, მისი ძალა მოდის სიმშვიდიდან. და სწორედ ეს შეიძლება იყოს მთავარი კონტრასტიც. ერთი ემოციური ქარიშმალია, მეორე ჩუმი შტორმი. ტოპურიამ უნდა დარჩეს იმ სტოიკოსად, რასაც ამბობს რომ არის. თუ ემოციებს მოერევა, შესაძლოა შეცდომა დაუშვას. მაგრამ თუ დარჩება ფოკუსირებულ, როგორც ჩარლს ოლივეირას წინააღმდეგ, მაშინ შედეგი თითქმის განსაზღვრულია. და პედი კი ალბათ ეცდება მაქსიმალურად ბევრი ხმა მოახდინოს, პრეს-კონფერენციებიდან დაწყებული შოუმდე მისვლით დამთავრებული. მან უკვე გააკეთა მსგავსი რაღაცები მაიკლ ჩენდლერთან დაკავშირებით, როცა ცდილობდა ფსიქოლოგიურად გაებნია მოწინააღმდეგე. ამიტომაც გასაკვირი არ იქნება, თუ ისევ იგივე სტრატეგიას გამოიყენებს, მით უმეტეს თუ იცის, რომ ტოპურია ემოციურად რეაგირებს. მაგრამ აქვე უნდა ვთქვათ, რომ ილია ბოლო პერიოდში ბევრად უფრო მოწიფულად იყურება. თითქოს უკვე ისწავლა, როგორ შეინარჩუნოს ბალანსი. ის ხედავს, რომ ახლა უკვე მხოლოდ საკუთარი იმიჯი არ თამაშობს, არავეთ მთელი ისპანურენოვანი და ქართული ფანბეიზაც მას უკან დგას. ამიტომ ეს ბრძოლა მიუხედავად იმისა, რომ ზოგისთვის შეიძლება შოუ დაპირისპირებაა, სინამდვილეში დიდი გამოცდა იქნება ორივისთვის. ერთმა ხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ ის მხოლოდ ხმაური ბრიტანელი არა. მეორემ კი უნდა აჩვენოს, რომ მისი სიმშვიდი არა მხოლოდ სიტყვებია, არამედ რეალური ძალა. ახლა გადავიდეთ მთავარზე. როგორ შეიძლება განვითარდეს ეს ბრძოლა რეალურად? ბევრი ვარიანტია, მაგრამ ყველაზე რეალისტურ სცენარად მაინც ილია ტოპურიას გამარჯვება ჩანს. მიზეზები რამდენიმეა და ყველა მათგანი ძალიან კონკრეტულია. პირველი, დარტყმების განსხვავება. ილია ტოპურია მუშაობს მკვეთრად, სწრაფად და მიზანმიმართულად. მისი დარტყმები არ არის მხოლოდ ძალაზე აგებული. იქ არის სიზუსტე, დროის კონტროლი და მოძრაობის ეკონომია. როცა ტოპურია შედის დარტყმის მანძილზე, შენ ვერ ხვდები საიდან მოდის დარტყმა. სწორედ ამიტომაც მაქს ჰოლოვეი ვერ გაუძლო მასთან სპარინგშიც კი სრულად დაძაბულ რეჟიმში. ტოპურია ხვდება იმ წერტილში, სადაც სხეული უბრალოდ ითიშება. პედი პიმბლეტის შემთხვევაში პრობლემა ისაა, რომ მას არ აქვს ისეთი თავდაცვის სისტემა, რომელიც ასეთ მეტოქეს გაუძლებს. ის უყვარს თავით წინ წასვლა, ხელების ჩამოცევა და იმედი აქვს, რომ ყველაფერს რეაქციით მოასწრებს. მაგრამ ტოპურიას წინააღმდეგ რეაქცია არ გიშველის, მას არ აძლევს დროს გააზრებას. ერთ წამში იღებ დარტყმას და მეორე წამში უკვე მიწაზე ხარ. მეორე, ემოციური დისციპლინა. ბევრს ეჭვი აქვს, რომ ტოპურია შეძლებს პედის პროვოკაციებზე არ რეაგირებას, მაგრამ ბოლო წლები გვიჩვენებს, რომ ის პროფესიონალურად ძალიან გაიზარდა. ბრძოლაში ჩარლს ოლივეირას წინააღმდეგ მაგალითად, მან იმდენად ცივი გონებით იმოქმედა, რომ ერთი წამითაც არ აჩვენა ზედმეტი ემოცია. თითქოს იცოდა, რომ ყველაფერი კონტროლს ექვემდებარებოდა. ეს იშვიათი თვისებაა ემოციების კონტროლი ბრძოლის დროს. და სწორედ ეს თვისება იქნება გადამწყვეტი პიმბლეტის წინააღმდეგ. პედი ეცდება, რომ ილიას სისხლია დუღოს პრეს-კონფერენციაზე, ინტერვიუებში, თვალებში შეხედვით. შეიძლება ახსენოს საქართველოს შეიძლება შეეხოს თემებს, რომლებიც პირადია ტოპურიასთვის. მაგრამ ილია უკვე ბევრჯერ გამხდარა ასეთი თამაშის სამიზნე და ახლა უფრო მზადაა. თუ მან შეძლო დარჩეს მშვიდად, მაშინ პედის შანსები ნულამდე დაეცემა. მესამე, ტექნიკური მხარე. პიმბლეტის მთავარი იარაღია მისი იატაკის უნარები.
ის ხშირად ამარცხებს მოწინააღმდეგეს ჩოკით ან კონტროლით. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ტოპურია არ არის საშუალო გრეპლერ. ის არის ელიტური. მისი ბეისს წარმოუდგენად ძლიერი აქვს. დაბალ ცენტრზე დგას და მისი გადაგდება თითქმის შეუძლებელია. და თუ პედი მაინც მოახერხებს ტაკდაუნს, მაშინ იქვე დაინახავს, რომ ილია იმდენად ძლიერია პოზიციურად, რომ თამას არ აგრძელებს მოწინააღმდეგის წესებით. ის წამში ტრიალდება, იცვლის პოზიციას, ზოგჯერ კი თვითონ იღებს ზედა პოზიციას და იწყებს ground and pounds. პედის ფიზიკური უპირატესობა, ანუ ის, რომ ბუნებრივად უფრო დიდია, შეიძლება ცოტა დაეხმაროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბრძოლა შევა მესამე ან მეოთხე რაუნდში, როცა ენერგია ორივეს დაუწვება. მაგრამ აქაც ტოპურიას უპირატესობა ისევ გრძელდება. მის კარდიოზე უკვე არაერთხელ გვინახია, როგორ ინარჩუნებს სიცკარეს ბოლო რაუნდებშიც. მაგალითად, ჯოშ ემეტთან ბრძოლაში, სადაც 5 რაუნდი ისე ჩაატარა, თითქოს მხოლოდ 1 იყო. და ბოლოს დარტყმის შედეგი. ტოპურიას პანში არ არის ტიპური სუფთა დარტყმა. მასში ისეთი სიზუსტე და დროის შეგრძნება, რომ ერთი დარტყმა შეუძლია ყველაფერს შეცვალოს. მისი ნოკაუტები არ არის მხოლოდ ბრუტალური ძალის შედეგი, ესენი ტექნიკურად გათვლილი შედეგებია. პიმბლეთის ყაკი ჯერ ერთის შემოწმებულა ამ დონეზე. წარმოიდგინეთ სცენა პირველი რაუნდის ნახევარში, პედი იწყებს თავის ჩვეული მოძრაობას, ხელების ნახევრად ჩამოშვებია, ცდილობს მოიტყუოს მოწინააღმდეგე და ერთ მომენტში ილია შედის შიგნით მარცხენა კაუნტერით ბამ, დარტყმა ზუსტად ყაბაზე, პედი იწყებს უკანდახევას, მეორე დარტყმა ზუსტად ნიკაპზე და ბრძოლა იქვე მთავრდება. ეს არის სცენარი, რომელიც აბსოლუტურად რეალურია. მაშინაც კი თუ ბრძოლა გახდება ხანგრძლივი, ტოპურიას ტექნიკა და კონტროლი საკმარისი იქნება გადაწყვეტილებით გასამარჯვებად. მაქსიმუმ რომ პედი გაუძლოს ყველა დარტყმას, ბრძოლა მაინც 70-30-ზე ილიას სასარგებლოდ წავა. ის უფრო ზუსტია, უფრო მობილური და ბევრად უფრო სტაბილური ფსიქოლოგიურად. რაც შეეხება ფანების ემოციას, ეს ბრძოლა უდაოდ იქნება ერთ-ერთი ყველაზე ხმაურმარი UFC-ს ისტორიაში. ესპანური, ქართული და ბრიტანელი აუდიტორიები ერთმანეთს შეეჯახებიან. პრეს-კონფერენციები იქნება შოუ, მაგრამ ოქტაგონში სიჩუმე ჩამოწვება იმ მომენტში, როცა პირველი დარტყმა მოხდება და მაშინ ყველამ გაიაზრებს, რატომ არის ილია ტოპურია, უკვე ახლა ამ ასაკში ნამდვილი ჩემპიონად დაბადებული. ჩემი პროგნოზი მარტივია. ილია ტოპურია მოიგებს ბრძოლას ნოკაუტით მეორე რაუნდში. თუ პედი გაუძლებს, მაშინ გადაწყვეტილებით, მაგრამ შედეგი იგივე დარჩება. ტოპურია დამარჯვებულია. ეს იქნება არა მარტო სპორტული გამარჯვება, არამედ კულტურული შეტაკებაც სიმშვიდის გამარჯვება ხმაურის წინააღმდეგ, დისციპლინის გამარჯვება ქაოსის წინააღმდეგ. და როცა ყველაფერი დასრულდება, პედი ალბათ ყვავილაპანდება მიკროფონთან, მაგრამ სწორედ ილია იქნება, ვის სიტყვებს მეტი წონა ექნება.